ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი სოფელ გრიგოლიშის მოსახლეობაში ხვდა ადგილობრივებმა მთავარ პრობლემებს შორის უმუშევრობა, დაზიანებული გზები და არახელმისაწვდომი ჯანდაცვა დაასახელეს. ალასანია მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებისთვის წერწობრი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებებს იღებდა, სოფლის პრობლემებით კი უკვე 10 წელია არავინ დაინტერესებულა. უნდა შედარება მოხდეს. რა იყო ძველად, რა ხდება დღეს. ვინ არის წარსული, ვინ არის მომავალი და კიდევ ერთხელ აუცილებელია ყველა სოფლის მოსახლეობამ მოისმინოს ადგილობრივი ტელევიზიით თუ ცენტრალური არხით დებატები. და მე კიდევ ერთხელ მიმართავ თხოვნით, დებატებში მონაწილეობა მიიღოს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. ეს ამის ღირსი არიან ზუგდიდელები და ეს სჭირდება ჩვენს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რომელიც აუცილებლად უნდა შევქმნათ არმარჩევნებში ზუგდიდში. 3-4 ჯერ ვარ ნაოპერაცივი და მაგ 70 ლარი პენსია. რა ვქნა 70 ლარით მე? არაფერი დახმარებელია არ სოფელში, არც არავინ არ დამეხმარა არაფერში.